რომ ისევ ძლიერი პრეზიდენტი. მე მგონი საზოგადოებაც, პოლიტიკოსებიც და ყველა ჩვენ ზედმეტად ვაკეთებთ აქცენტს იმაზე, რომ ეხლა გამოვიცნოთ სააკაშვილი რა ფორმით და რა საშუალებით არ დათმობს ძალაუფლებას. პრემიერი გახდება, რეფერენდუმს ჩაატარებს, ან კონსტიტუციაში ჩაწერს და მესამედ პრეზიდენტი გახდება, ან საპრეზიდენტო არჩევნების დრო რომ მოვა, შეიძლება საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადოს რუსული აგრესიის გამო, ან თურქული, ან არ ვიცი, ჩინური აგრესიის გამო და საგანგებო მდგომარეობის დროს არ ტარდება არჩევნები. მას შეუძლია შემოიღოს სხვა მოდელი. შეგახსენებთ 1992 წელს საქართველოში პირდაპირ არჩევნებით ავირჩიეთ პარლამენტის თავმჯდომარე. ედუარდ შევარდნაძეს მაშინ ერქვა სახელმწიფოს მეთაური პარლამენტის თავმჯდომარე და პირდაპირ არჩევნებით ავირჩიეთ. პრეზიდენტის პირდაპირ არჩევნები არ არსებობდა, პრეზიდენტის ინსტიტუტი იყო გაუქმებული 92-დან 95 წლამდე. ასე რომ მოდელი და გზა და ხრელი იმისა, რომ სააკაშვილმა თავისი სკამი არ დათმოს, არის ძალიან ბევრი. ამიტომ თუ ჩვენ ახლა ამ იწილო-ბიწილოში ჩავერთვებით, აბა მას რა უნდა? ეხლა რო ეს თქვა, იქნებ ეს უნდა, იქნებ ის უნდა, გზას ავწდებით. მაგრამ რა უნდა ბატონო დავით მაშინ ოპოზიციის იმ ლიდერებს, რომლებიც აბსოლუტურად ეთანხმებიან მიხეილ სააკაშვილს იმ მიმართულებით, რომ ისინიც ფიქრობენ, რომ საქართველოს აუცილებლად სჭირდება ძლიერი პრეზიდენტი. სხვათა შორის სააკაშვილსაც და ოპოზიციის იმ ლიდერებსაც, რომელსაც ძლიერი საპრეზიდენტო ინსტიტუტი სურთ, საქართველოში არგუმენტად მოყავთ გარე საფრთხეები, რომელთა წინაშეც დგას საქართველო. თუმცა ამ შემთხვევაში გვაქვს თუნდაც ისრაელის მაგალითი, რომელსაც გაცილებით უფრო ძლიერი გარე საფრთხეები აქვს, მაგრამ იქ საპარლამენტო რესპუბლიკა. გვაქვს ისრაელის მაგალითი. რა მოძრავთ თქვენი აზრით? დიდი ბრიტანეთის მაგალითი. დიდი ბრიტანეთმა მეორე მსოფლიო ომში რომ გაიმარჯვა პრეზიდენტი ყავდა და ამიტომ ან დედოფალი მას შვებოდა რა ქვია მეთაურობდა ჯარებს თუ როგორ იყო ამბავი. ესაა ყურით მოთრეული ასე ვთქვათ არგუმენტები ჩვენ რესპუბლიკური პარტია თანმიმდევრულად დამოუკიდებელი საქართველოს კონტურების გამოჩენისთანავე ვართ მომხრე sapparlamento მმართველობის და არა პირდაპირ არჩეული პრეზიდენტის. თუმცა როდესაც ირაკლი ალასანია წარადგინეთ საპრეზიდენტო კანდიდატად, მაშინ მაინც და მაინც თქვენი მხრიდან არ კეთდებოდა აქცენტი. კეთდებოდა, კაბატონო, მოდი ამაზეც ასე ვთქვათ, ობიექტურნი ვიყოთ. ჩვენ ვამბობდით და დღესაც ვამბობთ, რომ ხვალ სააკაშვილი რომ გადადგეს ისე როგორც მოხდა 2007 წლის ნოემბერში. მაშინ ირაკლი ალასანია და ვინმე სხვა პოლიტიკური პარტიის ლიდერი კი არა, რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი იყო ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი ოპოზიციიდან. ანუ, როდესაც რეალობაა, რომ აგერ არის საპრეზიდენტო არჩევნები და მე ამ მოდელის წინააღმდეგი ვარ, ამიტომ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე გავეთიშო პოლიტიკურ ცხოვრებას. ჩვენ რესპუბლიკელები ვცხოვრობთ ამ კონსტიტუციის პირობებში მანამ სანამ ის არსებობს, მაგრამ როგორც კი საკითხი დგება იმაზე, რომ ეს კონსტიტუცია საით შევცვალოთ, აქეთ თუ აქეთ, ჩვენ ვამბობდით და ვამბობთ. უნდა შეიცვალოს იქეთ, რომ პრეზიდენტი აღარ უნდა იყოს პირდაპირ არჩეული. თეორიებს თავი რომ დავანებოთ, ჩვენი პოლიტიკური ისტორიის მოკლე ექსკურსი გავაკეთოთ. დღემდე ჩვენ ყავდა 3 პრეზიდენტი, ხო? მესამე პრეზიდენტი ყავს აგერ. რა ვითარებაში ხდებოდნენ ეს კონკრეტული პიროვნებები ქვეყნის პრეზიდენტები? ზვიად გამსახურდია. ეს იყო 9 აპრილის შემდგომი პერიოდი, როდესაც კომუნისტური რეჟიმი პრაქტიკულად იყო ძის დავარდნილი. ანუ ანტიკომუნისტური რევოლუციის ფონზე მოვიდა ზვიად გამსახურდია. ედუარდ შევარდნაძე როგორ ხდებოდა პრეზიდენტი? აი ამ სამოქალაქო ომის და უბედურების ფონზე გახდა ჯერ პარლამენტის თავმჯდომარე პირდაპირ არჩეული, მერე პრეზიდენტი. მიხეილ სააკაშვილი როდის და როგორ გახდა პრეზიდენტი? ვარდების რევოლუციის ფონზე და იმ პროცესში. ლევან გაჩეჩილაძე თითქმის როდის გახდა პრეზიდენტი? 7 ნოემბრის დროს და აი მარეულობის და რევოლუციის დროს. ესე იგი, შეხედეთ რა ხდება, რომ ქვეყანაში პრეზიდენტებად ვიღაცეები, ვინც არ უნდა იყვნენ ისინი, ვიღაცას ვინმე მოწონს თუ არ მოწონს, ადამიანები პრეზიდენტებად ხდებიან კატაკლიზმების და რევოლუციების და ომების და უბედურებების შემთხვევაში. შეხედეთ დღესაც რა ხდება. ეს რა პრობლემას ქმნის? ეს მარტო იმ პრობლემას კი არ ქმნის, რომ ვიღაცა დღეს მიხეილ სააკაშვილი ხვალ ვინ იქნება კიდე არ ვიცი, დაჯდება თუ არა იმ სავარძელში და ასე ვთქვათ, მოირგებს ამ ყველაფერს თავის თავზე, ხდება ერთპიროვნული მმართველი. ოპოზიციის ლიდერებსაც, ვისაც სურს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება. სხვა აზრი შეუძლებელია მოუვიდეს თავში, თუ არა ის, რომ რაღაცა უნდა შევაჯანჯღაროთ ეს ქვეყანა, რაღაცა თუ არ მოხდა და თუ არ ადუღდა პროცესი, ისე შეუძლებელია საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება. ეს ანგრევს ამ ქვეყანას. ეს არ არის სწორი. სააკაშვილი კიდევ ერთხელ მოინდომებს პირდაპირ არჩევნებში გამარჯვებას თუ ვინმე სხვა იქნება მისი, ასე ვთქვათ, შემცვლელი, არას არ აქვს მნიშვნელობა. საპრეზიდენტო არჩევნები, წარსულიც და მომავალიც ეს არის ქვეყნის დესტაბილიზაციის საფრთხე და ყოველი ამ არჩევნების შემდგომ
ან პროცესში ვითარდება მოვლენები, რის გამოც ქვეყანა უკან მიდის. ის ომები, აფხაზეთი, მერეაქეთ, დაგერ ბოლო ამბები, ეს არის შედეგი იმ დესტაბილიზაციის და გახლეჩვის ამ საზოგადოების. ამიტომ ამბობთ ჩვენ, რომ თუ რეფორმაზეა საუბარი, დიახ, ქვეყანას ჭირდება პრეზიდენტი, მაგრამ პრეზიდენტი, რომელიც არ ერევა მიმდინარე აღმასრულებელ საქმიანობაში მთავრობის და ის არის არბიტრი, ბრძენი ადამიანი. პრეზიდენტს არავინ არ სთხოვს, რატომ გაძვირდა პური, რატომ გაძვირდა ბენზინი, რატომ არის პრობლემა სადღაც რუსეთთან და ასე შემდეგ. პრეზიდენტს სთხოვენ იმას, რომ ჭუით მართეს ქვეყანა და თუ ხედავ რომ მთავრობა ცუდად იქცევა და პარლამენტი მას ერჩის, მიეცი საშუალება რომ მთავრობა შეიცვალოს. წარმოადგინე ქვეყანა სოფლიოში. იყავი ყველა ქართველის პრეზიდენტი. ამაზე ხელისუფლებას არგუმენტი აქვს, რომ ასეთი პრეზიდენტი, ანუ პრეზიდენტი, რომელსაც თქვენ გულისხმობთ და პრეზიდენტი, როგორც არის საპარლამენტო რესპუბლიკის პირობებში, არის ასე ვთქვათ, მუქთახორა, რომელსაც ქვეყანა ინახავს. დღეს ამდენ მუქთახორას ანუ ისავლაბრის რეზიდენციაში და მხოლოდ უცხოურ დელეგაციებს ვინ თქვა მერე რომ ისავლაბრის რეზიდენცია უნდა ჰქონდეს საქართველოს პრეზიდენტს, გინდ ასე არჩეულს და გინდ ისე არჩეულს. და საქართველოს მოსახლეობის 80% უნდა შიმშილობდეს და რომელიმე პრეზიდენტი რაიმე ფორმით არჩეული, აი ამ ასეულობით მილიონიან სასახლეში უნდა ბრძანდებოდეს და კიდე ხარჯავდეს იმას, რასაც ხარჯავს. ამას არავინ არ ამბობს. პრეზიდენტი რო ყავს გერმანიას, დედოფალი რომ ყავს დიდ ბრიტანეთს, პრეზიდენტი რომ ყავს იტალიას, რომ ყავს ბალტიისპირეთის სახელმწიფოებს, ჩეხეთს, რა ვიცი, ვისაც გნებავთ. ისინი ფუნქციას არ ასრულებენ, მნიშვნელოვანს, როგორ არ ასრულებენ? ასრულებენ. საქმე იმაშია, რომ ჩვენ უნდა გავიაზროთ ერთი რამ. საპრეზიდენტო თუ საპარლამენტო მოდელებზე დავა. ეს არის ერთი თემა. მაგრამ არის მეორე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. ამ მოდელს აირჩევს დღევანდელი უმრავლესობა თუ იმ მოდელს, თავად მოდელი უნდა იყოს გამართული. წეგან მე დავიწყე საუბარი რაღაც პრობლემებზე, კონკრეტულად ამ შემოთავაზებული ცვლილებების და ესაა ამ მოდელის პრობლემა. ის რომ პრეზიდენტი არის პირდაპირ არჩეული, მას შეუძლია მთავრობის წინაშე დასვას კონკრეტული საკითხი განსახილველად და თვითონ მონაწილეობა მიიღოს ამ საკითხის განხილვაში. ეს ნიშნავს იმას, რომ ის გავლენას ახდენს მთავრობის საქმიანობაზე. ის რომ პრეზიდენტს აი ამ მოდელით შეუძლია თვითონ კანონპროექტი გააგზავნოს პარლამენტში და მოითხოვოს მისი რიგგარეშე განხილვა და მიღება. ისე რომ მთავრობა შეიძლება სულ სხვა პოზიციაზეა. ეს ნიშნავს, რომ პრეზიდენტი ხელს შეუშლის მთავრობას თავისი ფუნქციების განხორციელებაში. ის რომ მთავრობას შეუძლია ნებისმიერი კანონპროექტი მიიტანოს პარლამენტში და ამ კანონპროექტს დაუკავშიროს მისდამი ნდობის საკითხი არის ეს კონცეფცია. ასეთ შემთხვევაში პარლამენტი ვალდებულია 14 დღეში ერთი წაკითხვით კენჭი უყაროს ამ კანონპროექტს. და თუ უარი უთხრა მთავრობას, ანუ არ მოეწონა პარლამენტს ეს კანონპროექტი და ჩააგდო, მაშინ იწყება პროცედურები უნდობლობის, რომელიც ბოლოში მთავრდება პარლამენტის სამში გასაგებად. ეს ბალანსი რომ არის დარღვეული და ამ მოდელით ჯამში რა იქნება ქალბატონო, შეგვიძლია ასე წარმოვიდგინოთ, რომ მართველი პარტიის ლიდერი შეხედავს და თუ უნდა პრეზიდენტი გახდება, თუ უნდა პრემიერი გახდება ამ მოდელით, რომელსაც უნდა იმას დაიქნოს. და ორივე შემთხვევაში თუ ის კონკრეტული პირი აკონტროლებს პარლამენტში უმრავლესობას, მაშინ ის იქნება ამ ქვეყნის დირექტორი ისევ. ამიტომ როცა საუბარია რა უნდა სააკაშვილს თუ უმრავლესობას, ამ კითხვაზე მაშინ მარტივი პასუხი ესაა. დღეს თუ პრეზიდენტის პოსტი და სავარძელია ისეთი ადგილი, საიდანაც დიქტატორს შეუძლია ქვეყნის მართვა, ხვალ ორი ასეთი სავარძელი იქნება და რომელშიც უნდა იქ ჩაჯდება გინც სააკაშვილი და გინც სხვა. კარგი, ძალიან მოკლედ ჩვენი საუბრის ბოლოს ერთი შეკითხვა მინდა დაგისვათ. ეს შეეხება თვითონ ხალხს, საქართველოს მოსახლეობას. თქვენი აზრით, როდესაც იღებენ ისეთ მნიშვნელოვან დოკუმენტს, როგორიც არის კონსტიტუცია, უნდა ჩატარდეს თუ არა საყოველთაო რეფერენდუმი და ხალხმა უნდა გამოთქვას თუ არა თავისი მოსაზრება. რეფერენდუმი ეს კიდე ცალკე დიდი პრობლემაა, იმიტომ რომ თელრიგ ქვეყნებში სწორედ ასე იღებენ. რა თქმა უნდა, ასეა, მაგრამ რეფერენდუმი არ არის პანაცეა, მე ამის თქვა მინდა, იმიტომ რომ თუ ხვალ რო ჩაატაროს რეფერენდუმი ხელისუფლებამ, მე დარწმუნებული ვარ მოიგებს. რატომ იცით? იმიტომ რომ აი ის თემები, რაზეც საუბრობთ და რაზეც წუხვართ ახლა ჩვენ, კიდევ მეორებ ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობას არ აინტერესებს. იმიტომ კი არა რომ ისინი ცუდი ადამიანები არიან ან არამოქალაქეები არიან და ასე შემდეგ. ხელისუფლება აკეთებს იმას, აი აგვისტოში ამ საერთო სახალხო განხილვის მოწყობით.
ამ კონსტიტუციის ყოველ წელიწადში თავისუფალი მედიითაც, რომელსაც არ აქვს საშუალება უამრავი ჩვენ ახლა საუბრობთ, რამდენი გვისმენს მოსახლეობა, თქვა, რამდენი ვერ გვისმენს.